დღეს ჩვენ სტუმრად ვართ ახალგაზრდა მხატვარ თეისთან და მის ნიჭიერ და უნიკალურ თუთიყუშ კოკოსთან. აბა გამარჯობა თეი. ესე იგი ეს არის შენი ნამუშევრები, თუმცა ისედაც კარგად იციან შენი ნახატები და შენ შესახებ როგორც სოციალურ ქსელში ასევე ისედაც, მაგრამ აი თუთიყუში, რომელიც არის უნიკალური, რომელიც მღერის, ლექსებს იძახის და თან ფრანგულადაც ლაპარაკობს, ხო? აი ძალიან კომუნიკაბელური. მოდი დავიწყოთ პირველი შენი ნახატებით და მერე ცოტა თუთიყუშსაც გავესაუბროთ. თეი, ესე იგი, ეს პატარა ოთახი არის გაძეძგილი შენი ნახატებით. თან საკმაოდ ლამაზი და კარგი ნახატებით. ისე როგორც ვიცი, გაცილებით მეტი ნახატი გაქვს დახატული და გამოფენებზეც გატანილი და გაყიდული კიდეც. აი ამ ნახატებიდან ისე რომ მოგვიყვეს საერთოდ როგორ დაიწყეს პროფესიონალურად თავიდანვე თუ ისე მოყვარული იყავი და შემდგომ უკვე პროფესიონალი გახდი თუ როგორ იყო ეს ყველაფერი და თან რო გითხრა აი ამ შენი ნახატებიდან რომელს გამოარჩევდი მაინც უფრო მეტად და რომელია შენი საყვარელი ნახატი. რა თქმა უნდა მაინც, მაგრამ თუმცა არის რა თქმა უნდა როგორც დედას ყველა შვილი ერთნაირად უყვარს თუმცა რაღაც არის ხოლმე რა, აი, იქნებ რომელიღაც ისეთია, რომელზეც უფრო მეტი შრომა გაქვს ჩადებული, მეტი წვალება და უფრო მეტად აგვიხსნი აი რატო მოგწონს ამისთვის. მე პროფესიით მხატვარი არ ვარ. მე ეკონომისტი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ხატვა. და უკვე მე-4 წელი რაც სერიოზულად მივუდექი ხატრობას და გადავწყვიტე რომ ტილოზე დამეწყო ხატვა ზეთის აღებავებით. ძალიან რთულია რომელიმე გამოვარჩიო. ძალიან საყვარელი ნახატი როგორც ასეთი. განსაკუთრებულად თითოს გამორჩევა ძალიან რთულია, მაგრამ ბოლო ნახატზე შემიძლია გესაუბროთ. აი ეს თვალი. დიახ. თვალი. ნუ შეიძლება მე ვხედავ როგორც თვალს, მაგრამ შეიძლება თქვა სხვა. კი, რა თქმა უნდა, თვალია და თვალში არის ანარეკლი. ამ ნახატმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი ამბობს, რომ ეს ადამიანის ბუნება არის თვალში აღბეჭდილი, ანუ შეიძლება ზოგადად ვიზუალურად ადამიანი არ ჩანდეს ეს საინტერესო, მაგრამ ძალიან საინტერესო სული ქონდეს. ზოგი სხვა აზრზე არის და ყველაზე მეტად ის მომწონს მე ამ ჩემს ნახატებში რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ანუ ფილოსოფიური კი, ძალიან ფილოსოფიური ნახატი ნამუშევარია ამავდროულად. კი, რა თქმა უნდა, ზოგი ფიქრობს რომ აი ადამიანი რომელიც არის ძალიან სულიერად შავთეთრი, სულიერად დაცული, რომელიც ძალიან შავთეთრი კოპლებში აღბეჭდილი, ჯობია სამყაროს შეიყვაროს, რადგან ანარეკლში ჩანს რაოდენ ლამაზია და საინტერესოა ცხოვრება ზოგადად. და ვფიქრობ, რომ ეს ორივე აზრი ძალიან ახლოს არის ამ ნახატთან. თამარია, ვინ როგორ შეაფასეს და აზრს გამოიტანს. ძალიან საინტერესოა. და ეხლა ყველაზე ერთ-ერთი მთავარი შენი ყველაზე ესე როგორც ვთქვა ნიჭიერი თუთიყუში. კოკო, რომელიც ესე იგი როგორც ასეთი ფრანგულადაც საუბრობს, სიმღერებსაც მღერის, ლექსებსაც იძახის და თან როგორც ხო მე გავიგე ძალიან პატარა წლოვანები. პატარა ძალიან კი 2 თვის იყო, როდესაც მოვიყვანე კოკო და გაუგონარი ამბავი, მართლა ძალიან გენიოსი თუ არ იყოს ეს ბიჭი. ერთ თვეში დაიწყო ლაპარაკი და თქვა კოკროჭინა კოკორი, ანუ როგორც მე ვეფერებოდი, ის სიტყვები გაიმეორდა. მივხვდი რომ ძალიან ჭკვიან არსებასთან მქონდა საქმე და რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ ჩემზე ჭკვიანიც გიყო და ეს ყველაფერი მასთან შედარებით არაფერი არ იყო. და გადავწყვიტე რომ სერიოზულად მიმიყო ხელი იმისთვის რომ ესწავლა ლაპარაკი.
და არაერთი სიტყვა, არამედ ლექსები, სიმღერები და ეს bonjour, je t'aime და რაღაცებს ლაპარაკობს თავისთვის. არა, ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობთ, მაშინაც რაღაც ლაპარაკობდა და თან საკმაოდ გასაგებად და დახვეწილად. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი რაც არის სტუმრები უყვარს და არ კომპლექსდება და ჩვეულებრივად ეძახის ხოლმე მოსულ ჩემს მეგობრებს სტუმრებო, მეგობრებო, მოდი ვიცეკვათ და რაღაცებს ამბობ. აბა უმრავლესი მადლობა დღევანდელი მასპინძლობისთვის და გაოცებულები ვართ როგორც შენი ნახატებით, ასევე რა თქმა უნდა კოკოს ლექსებით, სიმღერებით და საერთოდ მისი ნიჭით. მადლობა თქვენ რომ მესტუმრეთ, კი არა და გესტუმრეთ. ნამდვილად საოცარი როგორც იტყვიან, არა ჩიტი, არამედ რაღაც პიროვნება გავიცანით თქვენთან ერთად დღეს ჩვენ.